შობის ღამე. ერთი მეტყევე დაქვრივდა და 10 წლის ბიჭუნა დარჩა. შობის დღესასწაულის წინა საღამოს ბიჭუნამ მამას უთხრა: დღეს ჩვენთან სტუმრად მაცხოვარი მოვა. თვითონ მითხრა სიზმარში, აი ნახავ თუ არ მოვა. ბიჭი მთელი საღამო ელოდებოდა ძვირფას სტუმარს. გამუდმებით ფანჯარაში იხედებოდა, მაგრამ სასურველი სტუმარი ჯერ არ ჩანდა. უცებ ხედავს, ორი ბიჭი ერთ მთაზე უმცროს ბიჭუნას ცემს. გამოვარდა გარეთ მამასთან ერთად, ჩაგვრელები გააქცია და დაჩაგრული ბიჭი შინ წამოიყვანა. მამაშვილმა გაათბო და დააპურა ნაცემი ბავშვი. მერე პატარა მასპინძელმა თავისი ჩექმა აჩუქა ბიჭს, რადგან მის ახალ მეგობარს ფეხსაცმლიდან თითები ჰქონდა გამოვარდნილი. გახარებული გაისტუმრეს პატარა ბიჭი. მისი წასვლის შემდეგ ისევ მაცხოვრის მოლოდინმა დაისადგურა. ახლა ფანჯრიდან მოხუც გლახაკს მოჰკრეს თვალი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. ისიც სახლში შეიყვანეს, გაათფეს, დააპურეს, თბილი ტანსაცმლით შემოსეს. გლახაკიც მადლიერი წავიდა მათგან. დაღამდა. ქუჩაში ლამპიონები აინთო. ბიჭი კვლავ მაცხოვრის მოლოდინში იყო და ფანჯარას არ სცილდებოდა. ლამპიონის შუქზე ბავშვიანი ქალი დაინახა, რომელიც ძლიერ ქარს ვეღარ უმკლავდებოდა, ცოტაც და დაეცემოდა. გამოვარდა მამაშვილი ზამთრის ყინვაში გარეთ და გაყინული დედაშვილი სახლში შეიყვანა. ერთად ივახშმეს მერე ბიჭმა ღამის მათ სახლში გათენება შესთავაზა. მამამ მკითხა, ჩვენ ხომ მეტი საწოლიც აღარ გვაქვს, სად დავაწვინოთო? ბიჭმა ვედრებით შეხედა და სთხოვა, მამა, შენ დივანზე დაწექი, მე სკირვზე დავიძინებ, ესენი კი ჩვენს ლოგინში დავაწვინოთო. დათანხმდა მამა. იმ ღამეს ბიჭს კვლავ მაცხოვარი ესიზმრა. ბიჭმა დანანებით უთხრა, მთელი საღამო გელოდიო. უფალმა ალერსით გადაუსვა თავზე ხელი, დაოცა და ტკბილი ხმით მიუგო. მე შენ სამჯერ გესტუმრე, სამივეჯერ გულითადად მიმიღე და ღირსეულად მიმასპინძლეო. მაცხოვარმა ბიჭს გასული ყველა სტუმარი შეახსენა და უთხრა, ოდესღაც მე და დედას ეგვიპტეში გაქცევა მოგვიხდა და თითქოს ეგვიპტის უდაბნოში გენახოს ჩემი მშობელი, ისე იცანი ლამპიონის შუქზე და სახლში შემოიპატიჟეო. გაიღვიძა ბიჭმა და შეათვალიერა ოთახი. ხედავს სახლში მხოლოდ მამას ძინავს. თბილი ჩექმები პატარა ბიჭს რომ აჩუქა, ისევ თავის ადგილზეა, ისევე როგორც თბილი ტანსაცმელი, რითიც მამამ მოხუცი გლახაკი შემოსა. საშობაო ნამცხვარიც ხელუხლებელი დევს სადღესასწაულოდ მორთულ მაგიდაზე. ენით უთქმელი და მანამდე განუცდელი ნეტარება იგრძნო პატარა ბიჭმა.